ეს ჩემი მოვალეობა რომ დავიცვას ყოველი ასევე იმიტომ რომ ჩვენ ვართ ჩვენ არ დაუშვებთ არავის და კონტრაქტორმა არ დაუშვებთ კონტრაქტორმა რაიმე მხრივ არ გაითვალისწინოს ხალხის ინტერესები მაგრამ ასევე არ დაუშვებთ რომ კონტრაქტორის მიმართ იყოს ამინდეს ასევე არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ რომ კონტრაქტორის მიმართ იყოს რაიმე სახის ზეწოლა და ძალადობა ის რომ თქვენ ასეთი ფორმით ხდებით ერთეულები რა თქმა უნდა და მადლობა ყველას ვინც ახლა მისმენთ და ვინ არის ერთეული ეს ლაპარო ერთეული ეს ხალხი ეს ძალიან კარგი იმიტომ რომ ამ საკითხს არ twitავს ერთი ადამიანი ამ საკითხს არ twitავს მარტო საკითხი ან მარტო თქვენ ან მარტო ეს არის საკითხი რომელიც ჩვენ ყველა ერთად უნდა გადავწყვიტოთ ხალხო კარგად გამიგეთ ჩემი მთავრობა პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მათი სახელით შემიძლია გითხრათ რომ პირობას გაძლევთ რომ თქვენი ინტერესები იქნება დაცული ამის 100%-იან გარანტიას გაძლევთ ვერავინ ვერ გაბედავს თქვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ თქვენს წინააღმდეგ ნებისმიერი რაიმე მოქმედების განხორციელებას ამის სრულ გარანტიას გაძლევთ რიანად ვიქნები ჩართული ამ პროცესში და ამის გარანტია ვარ არა მხოლოდ მე არამედ თქვენი მთავრობა დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი მე ჩემს სათქმელს გეუბნები ჯობია რომ მომისმინოთ ორერა სიწმინდეები ჩვენი სასაფლაო გითხრათ ხალხო აიშევი ის რომ დღეს პრემიერი ღიად აცხადებს რომ არ იქნება ძალადობა არ იქნება ხელის ამოგრეხვა თქვენდან და არ იქნება არანაირი ძალადობრივი ის რაც თქვენი ძალიან კარგად იცით როგორც აპირებდნენ ამის განხორციელებას ყველანი და ეს არ მოხდება თქვენ ეს უნდა დაინახოთ ხალხო ეს ეგრე არ არის და მეორე კიდევ არავინ არ ჩაუთვალოს სახელმწიფოს სისუსტეში ის რომ ჩვენ ამგვარი ენით ამგვარი მიდგომა გვაქვს სახელმწიფო არანაირად არ დასუსტებულა სახელმწიფო გახდა ჰუმანური